Hey, სტუდენტო, ნაშრომში პირველი გვერდების რომაულად, ხოლო შემდეგი გვერდების კი სტანდარტულად დანომრას ხშირად თხოვს უნივერსიტეტი, მაგრამ სამწუხაროდ არ გვასწავლის იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ამიტომ ეს საკითხი ბევრისთვის გადაულახავი სირთულეც კია. დღეს ამ რთულ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ. ამ მოკლე ვიდეოში ნაბიჯ გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება გვერდების ორმაგი ნუმერაცია გაკეთდეს, ანუ როგორ დავნომროთ საწყისი გვერდები რომაულად, ხოლო შემდეგი გვერდები სტანდარტულად, მარტივად და სწრაფად. მზად ხართ დავიწყოთ. როგორც ახლა ვხედავთ, გვერდები საერთოდ არ არის დანომრილი. იმისათვის, რომ ჩვენ გვერდები დავნომროთ, საჭიროა დავაჭიროთ აი აქ, insert hierarchy. შემდეგ დავაჭიროთ page numbers და ავირჩიოთ თუ სად გვინდა, რომ გათავსდეს გვერდის ნომერი. ახლა ჩვენ ვნახავთ, რომ დოკუმენტის ყველა გვერდი სტანდარტულად, ანუ არაბულად არის დანომრილი. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ დანომრვა აუცილებლად შეიცავდეს რომაულ ციფრებსაც. ამიტომ საჭიროა კვლავ დავაჭიროთ inserts, შემდგომ დავაჭიროთ page numbers და ახლა უკვე დავაჭიროთ format page numbers. შემდგომ ამ ველში ავირჩევთ რომაულ ციფრებს. ახლა ვნახავთ, რომ დოკუმენტის ყველა გვერდი რომაული ციფრებით არის დანომრილი. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თუ როგორ დაინომროს საწყისი გვერდები რომაულად, ხოლო შემდეგი გვერდები კი სტანდარტულად. ამასობაში, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო და სამაგისტრო ნაშრომის, საბაკალავრო ნაშრომის, რეფერატისა თუ პრეზენტაციის შესრულება გჭირდებათ, მოვწერეთ ნებისმიერ დროს და შთაგონება ყველაფერს მომენტალურად გააკეთოს. ახლა კი დავუბრუნდეთ დანომრის საკითხს. იმისათვის, რომ მხოლოდ საწყისი გვერდები იყოს რომაული ციფრები დანომრილი, საჭიროა დავდგეთ იმ გვერდზე, რის შემდეგაც გვინდა რომ დანომრა სტანდარტულად დაიწყოს. დავაჭიროთ layouts, შემდგომ breaks და დავაჭიროთ next pages. შემდეგ გვერდის თავში ამ ადგილას ორჯერ სწრაფად დაწყაპუნებით, დავაჭიროთ ამ გვერდს, ანუ მოხსნათ link to previous guide. შემდეგ ჩამოვიდეთ იმავე გვერდის ბოლო ნაწილში და ამ ადგილას კვლავ ორჯერ სწრაფად დაწყაპუნების შემდეგ დავაჭიროთ ამ ღილაკს, ანუ აქაც მოხსნათ link to previous. ამ გზით ჩვენ ამ გვერდებს შორის კავშირი გავწყვეტით. ახლა საკმარისია იმ გვერდზე, სადაც გვინდა რომ დანომრა არაბულად დაიწყოს, გვერდის ნომერს ორჯერ სწრაფად დავაწყაპუნოთ, შემდგომ დავაჭიროთ page numbers, შემდგომ format page numbers და ავირჩიოთ არაბული, ანუ სტანდარტული დანომრა. ახლა ვნახავთ, რომ საწყისი გვერდები რომაულით არის დანომრილი, ხოლო შემდეგი გვერდები კი სტანდარტული, ანუ არაბული ციფრები. გილოცავთ, თქვენ უკვე იცით, თუ როგორ დანომროთ მხოლოდ საწყისი გვერდები რომაულად. თუ ჩვენი ვიდეო დაგეხმარა, მაშინ აუცილებლად გამოგვიწერეთ, რომ არც მომავალში გამოგჩეს ასეთი გამოსადეგი რჩევები საუნივერსიტეტო საკითხებთან დაკავშირებით.